მოგესალმებით ყველას. გამოვედი როგორც იქნა სათევზაოდ. ცოტა ვითომ ამინდი გამოვიდა თქო და ამოვარდა ქარი. აქ არ ველოდებოდი თუ მოუდგებოდა ეს ქარი მაინც და მაინც მაგის იმედზე წამოვედი, მაგრამ აქაც საკმაოდ ნორმალურად უკიქინებს. ეხლა უნდა ამოვარდეს შტორმი და ქარიშხალი, მე რო თევზაობა მოვინდო. თან წამოვედი, მაგრამ მიშკით ეხლა ზამთარია და მაინც შევეცდები. იქნებ გამომართვეს, მაგრამ ხელიდან მართვებს ჯოხს და როგორ გინდა გაგიმართლოს. წამოვედი ფეივორიტის შავი გედით 0.1-დან 2 გრამამდე. გოჭაც ფეივორიტის ბლუბერდი ახალი 500-იანი. იდეა ვიცი, ვნახოთ მაინც აქ ავარდა. აღარ ეშველება ეხლა ამინც. Tortillas მაინც მიგვაგენ. გაიმოჩნდებული tortilla. ჩოკოლადაში. ჯაუსა. ესეთი ფლეშლურეს ის გოგონს მატლი. ზამთრის ხორჭი. გრაზიანი. კარგი. მიგზანდება. რაღაცა იპოვე კარბუქში. რა ხდება? აქ ვიღაცას კარას ხო არ დაუჭერია შემთხვევით. ზამთრის კარასი. ფლატ ბომბა ზომის არ არის, მაგრამ ფლატ ბომბა ხო არის. ურამ ხელა. პატარაც არ არის. აი კარას კარჩხანი, კაი, ქართულად აღებირი გააღე წეგან კარგად ჩაიდე სატყუარა ეხლა აღარ აღებ მიშკარად მომედა მომბადეს მომბადეს ციგავაჩა მიზუძები შენიერი გარჩხანა ოპ აქეთა ხედითაც ეს იქნება 300 გრამამდე სუკანა ჩანს
ზადი აბა ცოტა ბომბა კარასებს დამიჯახე. ისეც ესე. ერთი კარჩხანებსა და გორჯილებს შორის. ის რას გამოვეტო ახლა აქ? აბა. 0.3 გრამი მიყენი სიმძიმე. ეს რაღაცა მოსტაფილოს ფერი დაკარავს სიმძიმეს. მორიგი. კარჩხანა ყოფილა ესაც. რასაც სიამოვნოა ამ ჯოხით. ესეთი თევზების ჭერა. ახლა წყალში შემოვედი. ცოტა თითქოს უკეთეს პოზიცია დამეკავებინა. იმედია სადმე არ ჩავიძირები. ესეც კაი ბომბოა არის. ახლა ამგონი ზუსტად. ახლა სოდა უფრო პროსპერია. ასეთი. კარჩხან. ზადი. ქვირითით არიან დატენილები. ეს ქარი რო არ მიშლიდეს ხელს აქ გაცილებით უკეთეს შედეგს დავდებდი რა. ნახოთ მაინც. პირველივე წამოხუნებაზე. ეს ქორჭილაა. ბრძოლაზე. არა? რა, ქორჭილაზე ნაჯვარი კარასია, რა. ქორჭილასავით იბრძვის. არჩანა. შოკური მებრძოლია ნახეთ. თან იმ წინა ორ წელთან შედარებით ცოტა მომცრო არის. იმ ხელა ესეც. მგონი ოდნავ იმაზე პატარა, მაგრამ ქორჭილასავითა ესე სიღრმეში რო გარბის და აზანზარებს. ისე სუსტად ქორჭილასავით იბრძოდა. აგორა ხარებული. როგორც მატლი. ძალიან აგავს ჭიაღელას. კიდევ წითელ ჭიაღელას. ნაკელის ჭიას. ოდნავ მეგონი იმაცე პატარა. მაგრამ გაი მებრძო იმაზე მეტი ჯანი ქონდა. მეგონი დღეს კარჩხანები გაიმაგრებენ. ქორჭილებთან დაპირისპირებაში. თან ჩარტყმაც ისეთი ქონა ველური.
100% ხორჯილა მეკონა. დარტყმაზეც და ბრძოლაზეც. შემაცდინა. მაგრამ შეცდენილი თვითონ დარჩა. ცხელ ტაფას კი გადარჩა. ოპ. პირველია ჯაგდებაზე ახალ ადგილზე. ეს უკვე აი კარჩხანა არის. და დამძიმა. აი. ეს უკვე კაი გასიებულია. ჩერდი გეთაყვა. ეს მომიშკა შეიძლება. ესე ვიღებდა. ხო. აი, გაჩხანა. აიცა. თან არ გაინძრა. შენეთი ფოტოჩა გადაგიღო. მოდი გარ იქნება. უცბად აბა. ჩხთან ერთად. კაი, არ გაფართხალდე. ოპ. ჩამივა. არ გაუმართლა. ტალახში ჩავარდა. არ გაუმართლა რა კი გაუმართლებდა. წავა მაინც, მაგრამ ფოტო გადამეყო და ისე წავიდეს. ერთი ფოტოც და აღარ გაწვარებ. კარგია. ასეც ესე. ეს კაი არის. კაი გარჩხანა. ჩავაგდოთ რომ კარგად გაცუროს. შენივრად ნაძიმე კარჩხანა მეოთხე აი უბრალოდ ჯერ ქარში თევზაობა ვიზუყვარს მაგრამ ქარში მარმიშკი თევზაობა კიდევ ორმაგად და სამაგად ძნელი და ცუდია რა მაგრამ რა უყო დღეს სხვა გზა არ იყო ან დიდი ხნის მონატრებული თევზაობას ო
ვახ გამოკიდებაზე დაარტყა ბიჭო რა არის პაუზაზე არ დაუვრტყია პატარ ხტუნაობაზე გამოეკიდა ხარიყლაპიასავით რატო გამოეკიდე ესეც კაი კარჩხანაა ოპა ალბათ ციდაჟე უფ ესეც კაია შეიძლება იმაზე დიდიც დიზაინით აქ ცოტა რო გამოთბება გაცილებით უკეთეს ვიდეოებს გადავიღებ ალბათ ჯერ მაინც ცოტა გინდა არ გინდა ცივია შეულებრივ მირით უფ ესეც გაიმსუქანია Bomba. მიგძანდია ბა. ვერით არის ავსა. მიდი. აი მალადეც. მეხუთე. Sanki tamaz. Opa. ეს რაღა? აუ, არ გადაკვნიტო. შეძაღლო. საიდან მოეტრიე? არ გადაკვნიტო. მაგრამ მიშკა არ გადამიკვნიტო. მოდი, გამოძვერი მაქედან. პატარა ძაღლი. თან გადაყლაპულია ჯანდაბა მაგას. პატარა ძაღლი. გადავჭი რომ ვერ გადაკვნიტე. გამოძვერი მაქედან. მანქარი ვითარი. სადა გაქხლა? ოხ, შენ რა გითხარი რა? პატარა არა. ოშ. არ მიგვინო.
ჯეკა ფუ ო არა არ მომიჭირო პირი ცოტაც აქედან შეიძლება უფრო მაიცა შვიდობით დავშორდეთ და მეგობრებად დავრჩეთ არანაირი სიყვარული ესე ოპა ვირა ამხელა პირია გარატარა პატარა მიდი აიგრე მესამე ჯიშის თევზი უკვე მარმიშკაზე საინტერესოა მოკლედ მარმიშკა ძალიან კარი ყლაპია ეხლა შევამოწმო ფლურო ხომ არ გადამიხეხა ბარაკნა შაქლახის აი კარი ცოტა გადახეხილი მოვაწყვეტავ ეხლა და ახლიდან მივაბავ ცოტა ზევით და გავაგრძელოთ ცოტა ხანი კიდე უნდა გავაგრძელო ხარი ნელ-ნელა იმატებს ეს ეხლა ახალ ადგილზე შემოძვერი აქ ნაკლებად უბერავს თორე სხვა ადგილებში უკვე თითქმის შეუძლებელია რა გაიუცბად გადავჭრა და გადავაბავ ახლიდან ოპა კაჭხანა რაღაცა მაგრად იბძვის ჯოხს რას უშვება შეხედეთ რა არის დიდი ქორჭილა არის დიდი ქორჭილა ქორჭილა მაგამ გადავყირავდი ხელა ქორჭილაა ნანო ჯოხით ჩემი კაი დღეს თუ ესე ვიკაიფებდი ამ ქარში ჯანდაბაში არ მეგონა და ამ ხელა ქორჭილა აქ არ მყავს მე დაჭერილი დამებრუნე ჩემი კოვას მადლი ქორჭილა ეს არის მოლოდეც ჯიგარი ხარ კარგად მაკაიფე დაბრაზებული რატო ხარ ცხელტაფას გადარჩები და აი დიდი პირი აქვს დიდი პირა ქორჭილა გაბრაზებული მიდი აბა ისაც კაი გაბერილია პირით დავიდა ხუმრობაში წყალში ვდგავარ და კილო დამიშველდა ჩავიგუზე ამასავანთ მე სამშაბლად საწმენდად პროდუქტი შეიძლება აღარ გამოვა თვითონ სველია და ჩაგდებაზე აუღია მე იმას
ნანოფილს ვასწორებდი აქ და ეტყობა სანამ დაიძირა აიღო. გარჩხანა არის. მადადეც. გარჩხან. ეგრე როგორ ხშიოდა ვარდნაძე რო აიღო. Hop, ავწავყირავდე მე, თორე ჩავარდები კარჩხანების სამფლობელოში. კაი ბომბურა. ბიჭო, ეს ლაყუჩი. ხოჭა გადავხსნა ახლა თორე. მე რაღაცას მაიმობს. ვარდნაძე პირდაპირ. Xviris ნესტოში. რა მაგრად გამოგედო? სკელია. მაგრად, უფრო მაგრად დაუბერე, უფრო მაგრად. ეგ რა არის? ამითი უნდა დავასრულო თორე ქარი უკვე ისე მიშლის ხელს და ნერვებს რომ აღარ შემიძლია. საკმარისად დავიჭირე. ქარის მიუხედავად მაინც კარგად გავერთე. საინტერესო იქნება აქ კაიამინჩი ჩამოსვლა. იქით კვირის ბოლოდან უკვე ისეთი საკმარისად თბილი ამინდები წერია და წესით თევზიც უფრო აქტიური უნდა იყოს. და კიდე ჩამოვისეირნებ აქ რამოდენიმეჯერ. მე მგონი რომ კაი თევზაობა გამომივიდა. 6 კარჩხანა იყო, თუ ზუსტად დავთვალე. 2 ქორჭილა, მათ შორის 1 კაი ბომბორა და 1 პატარა ქარიღლავია. ვითევზავე ფეივორიტის შავი გედით 0.1-დან 2 გრამამდე. მარმიშკით ესეთი თევზების ჭერა, ვისაც დაჭერილი ყავთ, დამეთანხმებით, რომ ძალიან სასიამოვნო არის. დროებით აბა შევხვდებით კიდევ ახლო მომავალში. ალბათ დღეს ვედავდებ ამ ვიდეოს. დღეს რა რიცხვი არის? 7, არა 8 თებერვალი. ნახოთ აბა. სხვა თევზაობებიც მე მგონი რომ კარგი გამომივა. აქ საინტერესო ადგილები არის კიდე. სადაც ეხლა ამ ქარის გამო ტყუილად დადგომას აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მათევზავებდა ქარი. აი აქაც ისე უბერავს ეხლა არა და ისეთი მოთარებული ყუდრო ადგილია, მაგრამ მაინც შემოუბერა. წარმატებებს გისურვებთ აბა ყველას.